მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს 3-ზე, მე თამთა გაზაშვილი ვარ. დარიალის ხეობაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. სტიქის ზონას სწავლობენ გეოლოგები. ამ დროისათვის მდინარე თერგის დონე, რომელიც მაგისტრალზე მიედინებოდა, მკვეთრად არის დაკლებული. დაბა სტეფანწმინდაში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა თათბირი ჩაატარა. უახლესი ოფიციალური ინფორმაციის შესახებ ნანუკა იორდანიშვილი საუბრობს. ნანუკა, გააკეთა თუ არა უკვე კომენტარი ალექსანდრე ჭიკაიძემ. შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად ისევ უცნობია ოფიციალური ინფორმაცია იმ სამძებრო სამაშველო ოპერაციის შესახებ, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს დარიალის ხეობაში, თუმცა ცნობილია, რომ მინისტრმა გამართა საგანგებო თათბირი და ამ თათბირში მონაწილეობდნენ გეოლოგები. ამ თათბირის შემდეგ მინისტრის სპეციალისტებთან ერთად გაემგზავრა ადგილზე, სადაც დაათვალიერა გველეთი ლარსის გზის მონაკვეთი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც ჩართული არის მძიმე ტექნიკაც. რაც შეეხება გეოლოგებს, მათი პირველადი დასკვნის შესახებ ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ცნობილია, ეს დასკვნა საზოგადოებას დღის ბოლომდე მიეწოდება და სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს შემდგომი სამუშაოები, როგორც სამძებრო სამაშველო, ისევე გაწმენდითი სამუშაოები და სავარაუდოდ სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ხანში დაიწყება გზის რეაბილიტაცია. გადმოდის სამხედრო საიდუმლოება. ისევ მართლა არ არსებობს გასნიშნავს საიდუმლო. საიდუმლო ვერ გეტყვით ხოდა. მობილიზირება გვაქვს ადგილზე, სრული ინტენსიურობით მუშაობს ტექნიკა ადგილზე, ასევე მუშაობენ შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც თვლიან და გააკეთებენ სავარაუდო პროექტს და ამის შემდეგ ეწოდინება ის ზუსტი ვადა, რა ვადაც დაჭირდება ამ გზის აღდგენას. ძალიან ბევრი მოქალაქე მოდის კითხვით და აინტერესებს თავის ახლობლებზე ინფორმაცია. აქედან გამომდინარე 112-თან ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მოქალაქეებს შეუულიათ 112-ზე დარეკონ, შესაბამისი შეკითხვა დასვან, მერე ჩვენთან დამუშავდება ეს შეკითხვები და ოპერატიულად მივაწვდით ამ ინფორმაციას ყველა კითხვაზე, რაც მათ გააჩნიათ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ადგილზე და მონაწილეობას იღებენ გაწმენდით სამუშაოებში. სულ რამდენიმე წუთის წინ სტეფანწმინდაში დაეშვა ვერტმფრენი, რომელმაც ეს ადამიანები გადმოიყვანა საგანგებო შტაბში. ისინი გვიყვებიან, რომ მათაც არ აქვთ ოფიციალური ინფორმაცია და თავადაც არ იციან, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დაკარგული, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი მთის მასის ქვეშ, თუმცა ამბობენ, რომ სტიქით მიყენებული ზარალი არის საკმაოდ მასშტაბური. ისინი ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ ამ მასალის და მთის მასისგან გაწმენდას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. ცოტა მოშორებით ვიყავით, 150 მეტრში. რატო იყავით ეგ? ჩვენ მუშაობ. ამ ხელზე მუშაობდი? არა, დაბლა. სამწორზე მუშაობ. დაინახეთ რა მოხდა? აი, როგორ შეგიძლია თანხმობა? ვერა. ძალიან ცუდი მდგომარეობა. მიმდინარეობს ახლა სამუშაოები, მაგრამ სადღაც 30 მეტრი სიმაღლე აქვს, 300 მეტრამდე არის ის დაკბორილი. და აქედან გამომდინარე არ არის ეს გზების ბრალი არ არის, ეს მაღლიდან არის თვითონ მაღლიდან. მოდის მყინვარიდან მოდის ეს ყველაფერი. ტრაილერები გვყავდა დაახლოებით 80-90 ხალი. მობილიზება გაუკეთეთ ყველას. გუშინ რუსეთმა არ შეუშვა ტრაილერები და დღეს შევუშვით ყველაფერი გავაკეთეთ, გავწმინდით ყველაფერი, გავასრულოთ ყველაფერი. ეს ბუნებრივი შემთხვევა, ბუნებრივი შემთხვევა. არაფერი საგანგაშო არ არის, ყველაფერი ნორმალურად არის ახლა. მაგდენი არ ვიცი. ეხლა რა ვითარება, ყველას მობილები გახდება ეს არაფერი, ახლა მიდის ტექნიკა მუშაობს, ასუფთავებენ, ყველაფერი ნორმალურად არის.
დაბა სტეფანწმინდაში გახსნილი საგანგებო შტაბი ისევ აგრძელებს შოულ რეჟიმში მუშაობას, თუმცა გეტყვით, რომ აქ აღარ არიან ევაკუირებული ადამიანები, მათი ნაწილის გადაყვანა ისევ მოხდა ლარსზე, საიდანაც მათ დაატოვეს უკვე საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება დაშავებულებსა და დაკარგულებს. მათ შესახებ ამ დრომდე არც არაოფიციალური და არც ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არაოფიციალურად ის ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ სტიქის მომენტში, ამბობენ, რომ შესაძლოა გაუჩინარებული იყოს 5-6 ადამიანი. მადლობა ნანუკა იორდანიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.